Ძვრიანი წინდები ცხელების დროს, ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. ხო, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ კოტე ის, რომ სიცხის დროს ხშირად ვიყენებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორც არის პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ბავშვებში მხოლოდ ეს ორი მედიკამენტი გამოიყენება სიცხის შემთხვევაში. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები ძლიერი ვირუსული ინფექციის ან ბაქტერიული ინფექციის დროს, როდესაც ცხელების კონტროლი გვიჭირს. ან არ ემორჩილება დამწევს, ან შეიძლება მიცემიდან მალევე ისევ მაღლა აუწიოს. კი, დავით, ასევე არ დაგვაუწყდეს, რომ ცხელების დაწევის დროს პირველ რიგში ვახსენებ, რომ სითხის დიდი რაოდენობაც უნდა მივცეთ ბავშვს, იმიტომ რომ გაგრილების საშუალება ჰქონდეს ორგანიზმს. ძვრიანი წინდები, კონკრეტულად ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ ამაზე კვლევები არ ჩატარებულა, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს, მაგრამ ორი რაღაცა რაც ვიცით, არის ის, რომ ხანგრძლივი ექსპოზიცია ნებისმიერ სითხესთან შეიძლება პირიქით არასასურველი იყოს, იმიტომ რომ გადაცივება გამოიწვიოს ბავშვის და მეორე აქვს ძალიან ძაფრი სუნი, რაც ასევე შეიძლება ბავშვისთვის დამთგუნველი იყოს. გარდა ამისა, არსებობს მეთოდი, რასაც ქვია ოთახის ტემპერატურის წყლით დაზელვის მეთოდი, რომელიც ძალიან ეფექტური არის დამხმარე თერაპიად წამლებთან ერთად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხელება არ ჩამოდის ქვევით და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენ ეს მეთოდი გამოვიყენოთ, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეფექტიანი არის, სადაც ინფექციის მქონე ბავშვი გაღიზიანებული არის და შესაბამისად დამატებით ორ გამღიზიანებელს, როგორც არის სიცივე და ძაფრი სუნი, არ დაუმატებთ.